მინდა ძალიან აქტუალურ საკითხს შევეხო. ეს არ არის ახალი თემა, პირველად არ ვქადაგებ ამ თემას ყოველ შემთხვევაში. იმედი ნუ გაგიცრულდებათ თუ კი სადღაცა მოусმინეთ სოციალურ ქსელში. პირიქით დაგეხმარებათ, უკეთესია. ამ თემისკენ, ამ სწავლებისკენ ზოგადად მიბიძგა, იმას ვამბობ, რომ ხშირად ეს ახლა ჩემი მოგონილი არ არის, არ ჩემი პრაქტიკა არის, მე ვერ დავიტრაბახებ, მაგრამ ვცდილობ ხოლმე რომ სერიებად ვიქადაგო ეკლესიაში, იმიტომ რომ ერთი კვირის კრება არ იძლევა იმის საშუალებას, ერთი კრების ფორმატი, რომ ამ ხელა საკითხები ამოვწუროთ და ამიტომ ეკლესიაც შევაჩვიეთ ამას, გავავარჯიშეთ და 10 სერიანი ქადაგებაც კი აქვს ხოლმე და მე უბრუნდები ამას თქვა 2 წელიწადში ან 3 წელიწადში ერთხელ და იმიტომ რომ არის ასეთი გაგება სულ ახალი და ერთმა ჩვენმა საპატივცემულო პასტორმა ერთხელ ლიდერებზე როცა იბარებდა ყოველკვირეულ ლიდერულ შეკრებებზე ყველა კვირას ესე იგი ერთ ოთხშაბათს ელაპარაკა რაღაც საკითხი, მეორე ოთხშაბათს რომ მოვიდა იგივე საკითხს ელაპარაკა. ახლა ზოგიერთები შეწუხდნენ, მაგრამ ვერაფერი თქვეს და ეს ადამიანი ახლა ცოტა ასაკში არის და მესამე ოთხშაბათსაც იგივე საკითხზე რო ილაპარაკა, ვიღაცამ დაუსვა კითხვა მერე რომ ისაო ბოდიშიო პასტორო, მაგრამ მესამე თუ საუბრობთ ამაზე, აი მაგ კითხვას ველოდებოდიო მაგან უპასუხა. იმიტომ რომ რა მნიშვნელობა აქვს რა ვილაპარაკე, თუ მის გაპრაქტიკებას არ ვიწყებთო, რა აზრი აქვს ახალის ლაპარაკსო, ასე რომ ეს აბოდიშო არ არის, რასაც ვამბობ ახლა, მე ამ პრაქტიკას ხშირად მიმართავ ხოლმე, როცა მიწევს სხვადასხვა ეკლესიებში სიარული, ძალიან პრინციპულად და გაბედულად ხადაგებ ხოლმე, თქვათ, ერთი და იგივე თემას, რომელზედაც ყოფილა გამოხმაურება თუნდაც იმ ეკლესიაში, სადაც დღეს მსახურობდა, ასე რომ დღეს მინდა ასეთ საკითხზე ვისაუბრო, როგორ უნდა ავაშენოთ დაცვის ხაზი, როგორ უნდა ვიქონიოთ ქრისტიანებმა დაცვის ხაზი. მე ვფიქრობ, ერთ-ერთი აქტუალური, რომ დაგარწმუნოთ ამაში, მხოლოდ ჩემი განცხადება რო არ იყოს ამისთვის მეგობრებო და რაღაცა სიტყვების რა ხარუხი. აი თუ გიფიქრიათ, იმ ფონზე როცა ეკლესიები ძალიან ბევრ შრომობთ, თქვენ ქრისტიანები შრომობთ, ცდილობთ ხშირად გასათვალისწინებელია რა თქმა უნდა როგორ გარემოში დავცხოვრობთ ახლა ჩვენ ვცხოვრობთ ძალიან ტრადიციულ ქვეყანაში სადაც ტრადიციული ეკლესიას ბუნებრივია ყავს ძალიან ბევრი მხარდამჭერი და გულმხურვალი მხარდამჭერი ახლა რა თქმა უნდა ჩვენ არც იმის არ გვეშინია სიმართლე ვთქვათ ამ სფეროში რამდენად ისინი არიან თუ არა ხელახლაშობილები დახსნილები არიან თუ არა მაგრამ ყოველ შემთხვევაში თუ გინდა სადმე ცხარეკამათი წარმოშვა, დაიწყე რელიგიაზე ლაპარაკი და მიიღებ ცხარეკამათს, იმიტომ რომ ის ადამიანები, რომლებიც შეიძლება სულაც არ ავლენენ ქრისტიანულ ცხოვრებას თავისი პრაქტიკით, როგორც კი საქმე გახდება რაღაცაზე, ეგრევე გადაიქცევიან ყველაზე მაგარ ქრისტიანებად, ყველაზე მაგარ წმენის დამცველებად და ხშირად რომ მე მეგობრებო, ახლა ამ სფეროზე პასტორებთან გვისაუბრია, პასტორების კონფერენციებს და სემინარებზე ჩვენი გაერთიანების მასშტაბით ხშირად დაგვისვავს კითხვები, რატო არ ვიზრდებით, რა ხდება, გქონდა 90 თენებში ზრდა. ხანდახან სამწუხაროდ ისეთ სწორად გამიგეთ, რასაც ვამბობ ხალხო, მე მერთმა დამიფაროს ეხლა თქვა, რომ აი მე ვარ და ერთი წუთითაც არა. მაგრამ ვისმენთ ხოლმე ხშირ შემთხვევაში ძალიან აი როგორ ვთქვათ, აი ბავშვურ პასუხებს, რომ ბოლო დროა, მაგალითად ერთ-ერთი პასუხი ასეთი. აი შეხედეთ ეს იმდენად ფეხმოკიდებულია ჩვენნაირი ფორმაციის ეკლესიაში, ევანგელურ ეკლესიებში, სულიწმენით მომართულ ეკლესიებში, იმიტომ რომ ჩვენ პრინციპში რამე ისეთი ღრმა თეოლოგიური განსხვავებები არ გაგვაჩნია, ხვდებით? რაღაცა იმ ძირითად ერთსაფუძველზე ვართ, ჩვენი წამსი, ჩვენი რწმენის განაცხადი და ასე შემდეგ და მე ვამბობ, ეხლა სოფლიო სურათიც იგივეა, მაგრამ ჩვენ არ გვაინტერესებს ახლა გვატემალაში რა ხდება, სიმართლე რო ვთქვა, თან კოლუმბიაში, ჩვენ გვაინტერესებს აქ რა ხდება, ჩვენ ქვეყანაში რა ხდება და ეს შრომა, რა თქმა უნდა, ადგილობრივი ეკლესიებისა უნდა გადადიოდეს იმაში, რომ ერის დონეზე ხდებოდეს ეგრეთ წოდებული გამოღვიძება, რომელზედაც ვლოცულობთ და მახსოვს უფრო თამამი განცხადებებით, როცა ნახეთ მეგობრებო, სულიერი სიმწიფე, როგორც ადამიანისთვის არის დამახასიათებელი, ეკლესიისთვისაც დამახასიათებელი, ამ პირიქით, უმწიფრობა, როგორც ადამიანისთვის არის დამახასიათებელი, ეკლესიისთვისაც დამახასიათებელი. ახლა მე მაგალითად როგორც არ უნდა ვეცადო თქვენ წარმოგიდგინოთ თავის სულიერ ადამიანად, თუ ჩემთან გაატარებთ რაღაც დროს, მიხვდებით სინამდვილეში ვარ თუ არა სულიერი, ხვდებით?
ასე რომ ეკლესიაც მე ძალიან კრიტიკული ვარ ხოლმე საკუთარ ეკლესიაში, მეგობრებო, მე ვეუბნები რომ ჩვენ აქ ეხლა თუ კვირა დღისთვის რაღაცას ვაკეთებთ და ადამიანები შემოგვხედავენ რომ კვირას შვეიცარიული საათი ვითარებს ყველაფერი სიტყვაზე ვიძახი, ხო? თუმცა არ არის ეგეც, მაგრამ არის არა? აი ადამიანები ჩვენთან რომ გაატარებენ სხვა დროში ნახავენ, შევხვდებიან. ეხლა კვირას ჩვენ გვაქვს ერთი ასეთი სახურება პირველი შთაბეჭდილების გუნდი უწოდეთ და რა სამფენად გვიყენია ადამიანები ესალმებიან, ქოლგებით ხვდებიან თუ წვიმა არის და ვცდილობთ რომ პირველი შთაბეჭდილება მოვახდინოთ ადამიანებზე რომლებიც მოდიან, მაგრამ ეხლა ეს პირველად მოსული მე სადღაცა უცხირპიროს რო დაინახავს, იქ ვინც დგას, კი უღიმის ის, იმიტომ რომ ვავალებთ რომ უნდა გაიღიმოს, მაგრამ მე რომ ზედაც არავინ არ შეხედავს, ყურადღებას არ მიექცევს და ნამდვილ ქრისტიანულ ურთიერთობას ვერ დაინახავს, ტყუილად შევეცდებით რომ დავარწმუნოთ რომ ჩვენ სულიერი ხალხი ვართ და სულიერი ეკლესია. ამიტომ ეს ყველაფერი გაზომვადი არის. აი პირდაპირ ვიძახი, როგორც თერმომეტრი ისე იზომება ეკლესია სად არის და სულაც არ არის სირცხვილი მეგობრებო, რომ ჩვენ ვცნოთ ჩვენი ემწუთინდელი მდგომარეობა და ვიყოთ რა თქმა უნდა ორიენტირებული უკეთესზე. და ეს დაცვის ხაზი, რაზედაც მინდა ვილაპარაკო და ეხლა მიბრუნდე, რატომ მინდა რომ ამ თემაზე გელაპარაკოთ ვიფასო მეგობრებო? იმიტომ რომ კითხვები რო დავსვათ, აი კარგავდით თუ არა, დაგვიკარგავს თუ არა ადამიანები. დაგვიკარგავს. მე მახსოვს, როცა მე ქუთაისის ეკლესიაში 2004 წელში წარმგზავნა ჩვენმა გაერთიანებამ, რომ წყემს ვიყოფილიყავი, მე და შმაგი იცით რომ ერთ ეკლესიას წარმოვადგენდით იქ და სანამ ეს თუნდაც შმაგის წამოსვლა მოხდებოდა 230 კაცი იყო იმ პატარა საჩხერის ეკლესიაში. ასევე ვიცი რომ გორში და ძალიან დიდი იყო ქრისტიანების რიცხვი. და ნუ ერთ-ერთი პასუხი ეხარა ის რომ ბოლოჟამი სულ არის, ეს იცოდეთ. წერილებს თუ ჩახედავთ, პავლე ლაპარაკობდა ბოლო დროაო. ხო და მე გვიყვარს ხოლმე დამატება, ახლა განსაკუთრებით ბოლოჟამია, ბოლოწამებია და ეშმაკია გაბრაზებული. მაშინ დამაწყნარებლის ქვეშ იყო, როცა ეკლესიები იზრდებოდნენ, 90-იანებში გამოეპარა ეშმაკს და მის არმიას რომ ჩვენ სადღაცა გავძვერით და გავაკეთეთ გამოღვიძება. აი იმდენად არაკომპეტენტური, იმდენად ბავშვური და არასულიერი პასუხები და შეფასება არის არასწორი და ხო ხარ შეფასება რო არასწორი არის, მე დასკვნები რო არასწორი კეთდება, მოქმედებაც თავისთავად არ იქნება შემდეგი, არ დაიგეგმება კარგი, ეს ფაქტი არის, იმიტომ რომ თუ ხედვა არასწორია, ხო, ქმედება არის ფუჭი. რა მნიშვნელობა აქვს ერთი ასეთი გამოთქმა მიყვარს ძალიან, თუ კიბე არასწორ ადგილზე გაქვს მიყუდებული. რამდენიც გინდა იარი ამ კიბეზე ზევით-ქვევით, სწორ ადგილზე ვერ მიხვალ. თუთვის მოკრეფა გინდა და ტყემალზე გაქვს კიბე მიყუდებული და ამიტომ ვიძახი ეს სწორი შეფასება, სწორედ თითოეული თქვენთაგანისთვის იქნება, როგორ გაქვთ დაცვის ხაზი. ეს არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საკითხი. რომ მინიმუმ არ ზიანდებოდეთ მტრისგან და მაქსიმუმ მეგობრებო ისე არ ზიანდებოდეთ, რომ რა ვიცი, სამწუხაროდ ეკლესიას ტოვებდნენ ადამიანები, გადარჩენას აყენებდნენ ეჭვის ქვეშ, საფრთხილოს ალაპარაკო, ახლა ისეთი ტრენდები გაჩნდა, რომ გადარჩენა არ იკარგება და ისეთი დებატებია სოციალურ ქსელზე ამაზე, რომ ერთხელ გადარჩი და მიდი რაც გინდა აკეთე. და მეგობრებო, ასევე დიდი ზიანის მიყენება ხდება ადამიანის ცხოვრებაში. ადამიანი იღებს ბევრ სულიერ ტრამვას, ადამიანები იჭრებიან, ოჯახები, ქორწინება ესეთი, როგორ ვთქვათ, ესეთი ლაითი შეხედულება, რომ აი ვაკურთხეთ და თითქოს ჩვენი კურთხევა არის, ჯადოსნური ოღლადუღლი რაღაცა თქვით და ეს სინამდვილე არ არის. იმიტომ რომ თუ ქორწინება და ასე გვწამს ყველას, ხო ეს ღვთიური ინსტიტუტია, მაშინ მტერი იქ არ ტყავს ძალიან ძლიერად და ის არ ტყავს იქ, სადაც სისუსტეს ნახავს. ის ეხლა ეშმაკზე ქადაგებას დღეს არ ვაპირებ, მაგრამ ვერ ავწდებით ამას, აი აქ ვარ ძლიერი და აქ მოდი, დაცვის ხაზი რატო უწოდე? მე ფეხბურთელი ვიყავი პროფესიულ დონეზე, ნუ ახლა თუ იმ 90-იან წლებში ვიგულ რა უბედურებაშიდაც ქვეყანა იყო, 92 წელში დავანებე ფეხბურთს თავი, ან 13-ის დასაწყისში ზუსტად არ მახსოვს ეხლა, იმ დროს როცა ომები და კატასტროფა ხდებოდა ქვეყანაში და მე ვიყავი მცველი. მე ვარ დღეს ასევე სპორტის დიდი გულშემატკივარი. და ეხლა მიდის მსოფლიო ჩემპიონატი ძვირფასება და ზოგიერთები თუ შეავლებთ ხოლმე თვალს, არ ვიცი, შეიძლება არ გიყვართ ეხლა ფეხბურთი. ფიქრობთ რომ ეს 22 სულელი რას დადევს ერთ ბურთს, მაგრამ მე მომწონს და მეგობრებო, იცით, გვიკვირს ხოლმე ხანდახან გუშინ მე და ჩემაცმა თვალის შევავლეთ და გერმანიის ნაკრებს, რომელიც უძლიერესია მსოფლიოში, აფრიკული გუნდი უგებდა. ხო და როგორ და რანაირად და იცით მეგობრებო, ყველა გუნდს აქვს სტრატეგია და
ყველა ცდილობს დაცვაში იპოვოს სუსტი ადგილი. ეს როგორი სტრატეგია არის, აი ხა ერთი ქართველი რო გყავს ჩვენ ხვიჩაგვარაცხელი. ხშირად იცვლის ხოლმე ფლანგს, მეზობლები მყავს, რომლებმაც ფეხბურთი რას დარბის იქით აკეთო და ბიჭო უხსნი რომ ეს არის ტაქტიკა გუნდის. თუ შეხედავენ რომ იმ ფლანგზე სადაც ის თამაშობს დაცვა ძლიერად არის გამაგრებული, აღარ აკლავს თავს, აზრი არ აქვს. იცვლის ფლანგს. და თუ სადმე დაცვის ხაში იპოვეს სისუსტე, მთელი შეტევა ვითარდება იქ. ეს არის ელემენტარული რაღაცა. ეს სამხედრო სტრატეგიაშიც ასე არის. დაზვერვა, იმიტომ არსებობს, მეგობრებო. კოსმოსიდან იმიტომ აკვირდებიან ახლა თანამედროვე ტექნოლოგიებით, რომ სადღაცა კარგად დაუცველი ადგილი ნახონ და იქ დაარტყან და იქ მოახდინონ გარღვევა. და მტერი, რომელიც ყავს, მეგობრებო, ჩვენი საყოველთაო მტერი, რომლისთვისაც შეიძლება კი არაფერი დაგვიშავებია, მაგრამ მაინც ჩვენი მტერი არის. ერთხელ დაზავება ვცადეთ, შვილი ქრისტიანი რო ვიყავ, იმიტომ რომ ასე მასწავლის დაუზავდიო და აღარ დაგესწრება თავსო და არ იცავდა ზავის პირობებს ერთი სიტყვით რა. ხო, ერთი სიტყვით თემა არის ასეთი. იქონიე დაცვის ხაზი. და როცა ამ თემას უფრო განვავითარებთ, უფრო კარგად მიხვდებით, ბევრი თქვენთაგანი რაღაც თქვენი ცხოვრების რაღაც სურათსაც დაინახავთ თუ გულწრფელები იქნებით, რა თქმა უნდა, და პირველი ადგილი, რომელიც მინდა შემოგთავაზოთ, ეს არის ლუკას მე-12 თავის მე-15 მუხლი. უთხრა, იფხიზლეთ და დაიცავით თავი ანგარებისგან, რადგან ადამიანის სიცოცხლე მისი ქონების სიუხვეზე როდია დამოკიდებული. მე მეგობრებო, ანგარებაზე არ ვაპირებ ლაპარაკს, მაგრამ ნახეთ იესომ უთხრა მოწაფეებს, იფხიზლეთ და დაიცავით თავი. იესოს სწავლებაში ძალიან დიდი როლი და დიდი დრო ეჭირა სწორედ მსგავსი ტიპის გაფრთხილებებს, მსგავსი ტიპის მოწოდებებს. იმის მიუხედავად, რომ იესო მათ შორის იყო და ფაქტიურად მეგობრებო, ჩვენ ვიცით, რომ ისინი კომუნად ცხოვრობდნენ, ფაქტიურად ერთად ცხოვრობდნენ მოწაფეებთან ერთად. იესო მათ აფრთხილებდა, რომ იფხიზლეთ და დაიცავით. ხშირად ეს რაღაცა კოლექტიური მენტალობა არის ხოლმე ეკლესიაში, ადამიანების უნდა გაიგოთ სწორად, თავს აფარებენ მაგალითად ძლიერ ქრისტიანებს, აი მაგალითად ჩემთვის ბევრჯერ უთქვავს, შენი ლოცვა მუშაობს და ილოცე ჩემთვის და სიამოვნებს ეს ხანდახ. რა თქმა უნდა, ეხლა ჩვენ ვიღაცები გვეტყვიან და რა თქმა უნდა, ვალდებულები ვართ მეგობრებო. აბა რას წარმოვადგენთ, აბა რა ვართ თუ ადამიანებს თუნდაც ლოცვით არ დაუდექით გვერდით. ან და თქვათ, ბევრჯერ ყოფილა და დამეთანხმება ამ წემსიც და ალბათ სხვა ვისაცახურებაში გარკვეული პრაქტიკა აქვს, რომ ადამიანი აი მოდი ილოცე რო სულიერად გავძლიერდე. გან არ მუშაობს ეს ლოცვა, მაგრამ იმ ცნობილი ანეკდოტის არ იყოს, რომ შიოდა და სულ ყველა ყავას რომ თავაზობდა, ცოტა კარტოფილიც მომიტანეო, რომ უთხრა, იცით, ცოტას თუ თქვენ არ მოინდომებთ, მეგობრებო, არ მუშაობს სხვანაირად ეგ საკითხი, ხვდებით? ეს არ მუშაობს ასე. ეს რომ იყოს და აქ ღილაკები არსებობდეს, ყველა ღილაკი მაქსიმუმზე იქნებოდა, ეხა ივარვარებდით სულიერად. არა, ესეთი რამე არ არის, ბუნებაში არ არის. მე არ მინდა ამით ახლა თქვენი რწმენა დაბლა დავწიო და ვთქვა, რომ ლოცვას აზრია, როგორ არა აქვს. მაგრამ როგორ შეიძლება ჩემი სულიერი მდგომარეობა სულ სხვაზე მქონდეს გადაბარებული, როგორ შეიძლება ჩემი ლოცვითი ცხოვრება სულ სხვაზე მქონდეს გადაბარებული, შეიძლება ჩვენ შევეხიდოთ ლოცვაში უძლურებს, შეიძლება სხვის მაგივრს, აი მარხვითაც კი ვიმარხულოთ სხვისთვის. მაგრამ ეს ხო არ არის ნორმა ცხოვრების, მეგობრებო, რომ ადამიანებმა დაგვაკისრონ, აი რასაც ხედავდით თქვენ, რომ ის ატარებს ჩვენს სოდვებს და ახლა ახალგაზრდა კაცი მოვიდა და ის გაუძლებს დიდხანს ყველა თელიერის სოდვების ტარებას. ეს ხო მარაზმია. რაღაც დოზით ეს მეგობრებო, არა იმ დოზით, რაზეც ვლაპარაკობთ, ჩვენ ევანგელურ ეკლესიებშიც არის გარეული. ამიტომ არის ხშირად მორღვეული დაცვის ხაზი და როცა დაცვის ხაზი მორღვეული არის, მტერი იტანს გოლს, ეს იცოდე. და ტაბლოზე მეგობრებო, შეიძლება იცით, ისეთ მე პირიქით ჩემ თავს ვაწყნარებ ხოლმე, ცოლი ხშირად საყვედურობს, ასა დარბი ხარ მე იქით, ანუ ხარიზმატობაზე პრობლემა კი არ მაქვს მე. მაგრამ რაღაცა ეს ნეოხარიზმატიული ის ნარატივი კი არ მინდა რომ გელაპარაკოთ ეხლა ისეთი რომ ჩვენ იესოს სახელი, რა თქმა უნდა გვჯერა ამის, რომ რა თქმა უნდა იესოს სახელში გვაქვს ყველაფერი და ასე შემდეგ, მაგრამ და იცით ხშირ შემთხვევაში ერთი ასეთი ის იყო ძველი ანეკდოტი, ხარიზმატი ჯოჯოხეთში მოხვდაო და გაახილა თვალიო, ირგვი დიდი ტემპერატურაო და არ აღიარებდა იესოს სახელით, არ ვარ ხარიზმატი, იმაშიო ჯოჯოხეთშიო. იცით ჩვენ შეიძლება ტაბლოს, მე კაცო კარგად გძნობ, იცით რამდენ ადამიანს უთქვია ჩემთვის? მაგრამ ტაბლოს ხედავ და რვითნოლია და ეს კი არ იგებს, მტერი იგებს. ცხოვრება ჩამონგრეულია, ქორწინება სკოჩით არის დაწებებული. მოწოდებაში არ არის უკვე ადამიანი, ქონდა, ახლა მწყემსებს შეგვიძლია ეს, როგორ ჩვენი შვილების გაზდა გვახსოვს ხშირად, რას აკეთებდნენ,
იმიტომ არის რაღაცა მომენტები, რომელიც გახსოვს შენი შვილის ცხოვრებიდან, არა? ეხლა მით უმეტეს სურათები გვაქვს, ვიდეოები გვაქვს, აღვიდგენთ ხოლმე იმ ყველაფერს, არა? ხო და ბევრი ადამიანის დასაწყისიც გახსოვს და მისი ანთებულობაც გახსოვს და როცა ადამიანი თუნდაც იქ ამაზე აუცილებლად დავასახელებთ, სად გჭირდება კონკრეტულად, ზოგადად ჩამოვთვლე ამას, სად უნდა იქონიო დაცვის ხაზი, თუმცა სფერო არ არსებობს ცხოვრების, სადაც არ გჭირდება იქონიო დაცვის ხაზი და ეს უნდა აშენო მიზნობრივად. იცით იცით ისა ცემა იმან და არიან ბავშვები, რომლებსაც კარგი კი არ არის, მაგრამ სულ გალახულები მოდიან ხოლმე. ზოგიერთმა მშობელმა მე მყავს ერთი მეგობარი, როცა მისი ბავშვი იჩაგრებოდა, ადგა ამ რაღაც ქრისტიანულ ნარატივს გადააბიჯა და ვერ უძლებდა ამ ბავშვის ტანჯვას და ასწავლა ბავშვს თავის დაცვა და მე რომ გავუგეს ეკლესიაში, კინაღამ გარიცხეს ეკლესიიდან, უთხრა შვილო, რა გიყო, როცა დაგარტყავენ უსამართლოდ, მოსდე ერთი შენს და ხო და გაამართლა. აღარ მოდიოდა ბავშვი ნაცები და რომ გაუგეს ამას, უთხრეს რომ ეს როგორ გააკეთე და მას ჰქონდა თავის ლოგიკა, ის ამბობდა რომ რა მექნა კაცო, შვილი ლამის იყო, სკოლაში აღარ მიდიოდა, მატყუებდა, მიდიოდა და სადღაცა დადიოდა, ვითომ სკოლაში დადიოდა, იმიტომ რომ ჩაგრავდა. ხო და ესეთი რაღაცა ნაცემი ქრისტიანების, ხო იცი, და სულ გადახული დადის. ალეგორიას გებულობთ? სულ არ ელევა. სულ პრობლემა არის და სულ გალახულია, სულ იმით დადის ამ ჩალურჯებული თვალები. და ერთი ასეთი ფილმი არის ვიფასებო მამელუქი. მამლუქი ერთი ასეთი მომენტია ეგვიპტეში ზიან მამლუქები და ისაო რა უნდა ამ ტანმოკლე ფაშასო ნაპოლეონმა რო გაილაშქრა ეს ისტორიული ფაქტი არის და რა უნდა ეგვიპტეში ევროპაში ვერ დაეტევაო და ყვირიან ახლა რა უნდა და ერთი ჭკვიანი კაცი ადგება და კაცო ის მოდისო იმან გითხრა ბიჭი ვარ და მოდივარო და ბიჭები ხარ და დამხვდითო და უნდა დავხვდეთო აი ამაზე გელაპარაკებით ხვდებით იმაზე წუწუნს ეხა ასე რატო ხდა და ბოლო ჟამია ალბათ და ბოლო წუთებია და ასე შემდეგ სულ ბოლო ჟამია ხვდებით მე პირადად მეგობრებო მე პირადად 20-25 წლის უკან ეკლესიის კათედრიდან მაქვს თქვამი რომ ალბათ ჩვენ ვართ ბოლოთაობა ახლა შევიცვალე აზრი რა ვიცი თუმცა არავინ არის არც გირჩევთ მაგაში მარჩიელობას არც გირჩევთ მაგის თვლას როცა ლია მეუნეოდა შვილებს განათლება მივცეთო ვეუნეოდი რა დროს ეგ არის ქრისტემოვა დღე-დღეზე და რაც უნდა დიპლომი მე მივხვდი რომ რაღაცა ბევრი დავკარგე ჩემს ცხოვრებაში აი ამ მარჩიელობით და რაღაცა დღეების თვლით და იქ რაღაცა თოფი გავარდება და სიო და ყველაფერი მორჩა ჩვენ უნდა ვიცხოვროთ მაქსიმალურად მეგობრებო ჩვენს ცხოვრებაში ეს თავის მართლებები ჯიბეები სავსე რომ ეხლა აზრია მაშინ რა აზრი აქვს რატომ მაშინეთ ასეთი კარგი შენობა რატო ჩაასხით ამდენი ოფლი ამდენი სისხლი ამდენი ფინანსები ამ ყველაფერში იფიქრეთ ამაზე ხალხო ეკლესია აკეთებს ერთ რაღაცას და დე ფაქტო წამს რეგრესის როგორ შეიძლება რეგრესის წმენა გქონდეს რომ ყველაფერი თუნდაც იქნება და ამავ დროს მეგობრებო სახლებს ყიდულობდეთ მიწებს ყიდულობდეთ იფიქრეთ ამაზე ერთხელ ერთ მეგობარ მწყებს დაუძახე ერთად ვიყავით ერთ-ერთ ეკლესიაში და ესე იგი ისე იქადაგა რომ იქიდან რომ გამოხვიდოდი უნდა გაგეყიდა სახლი კარი ყველაფერი და მე დაუძახე მე ვთხარი მომისმინე მეგობარო შენ ეხლა გავიგე რომ სადღაცა უძრავ ქონებაში ბინაში მაშინ უძრავი ქონება შეიძინებ შენებარეში და რატო ვაკეთებ ამას მაშინ ვეუბნები თუ შენ ამ ხალხს ეუნები რომ всё ბოლო წამებია შენ ქონებას ყიდულობდა მე განცდა გამიშთა რომ ის ერთი საწყალებინაც უნდა გავყიდო ეხლა და პარადოქსი არ არის იფიქრეთ ხალხო გეცინებათ მაგრამ იფიქრეთ პარადოქსი არ არის თუ უკანასკნელი წამებია და მე ამაში საერთოდ არ შევდივარ მე როგორ შემიძლია მე დავადგინო საათი მე იმ სიშლეგეზე გელაპარაკებით როცა ოდნავი რაღაცა საინფორმაციო შარტავს ადამიანი და გადაეწყო მისი გონება საინფორმაციოს კი არა ღვთისმარადიულ მიზნებზე უნდა იყოს გადართული და ღვთის გეგმაზე და ღვთის სიტყვაზე უნდა იყოს ორიენტირებული იმიტომ რომ ღმერთის სიტყვა ლაპარაკობს ჩემი განზრახვა შესრულდებაო მისი განზრახვები სრულდება თუ ჩემი განზრახვები თუ ღვთის განზრახვაზეა მიბმული მაშინ ისიც შესრულდება ეკლესია ამით არის დაუმარცხებელი ეკლესია გამარჯვებულია იდეაში მე იმიტომ რომ ესო თქვა მე ავაშენებ ეკლესიას რომელსაც ვერ ძლევს ჯოჯოხეთის გარიმჭერო ვერ გაუძლებსო ხვდებით ამაზე ვიყოთ ორიენტირებული მეგობრებო არა იმაზე საინფორმაციო რას გეტყვის ეხლა ირანში ეხლა ისე ახლა ის ალბათ ატომურ ბომბს გაისრვის არ გამოილევა მსგავს რამე წუთი სოფელში სულ ასე იყო და ასე გაგრძელდება იესოს მეორედ მოსვლამდე ძვირფასზე და თვითონ იესო აფრთხილებდა თვითონ იესო ეუნებოდა ამას რა აი ამ ამბებით კი არ ყოფილიყვნენ შეძრულნი ეცხოვრათ ქრისტიანული ცხოვრები დიდება უფალს ასე რომ დაცვის ხაზი ჩვენ სწორედ გამარჯვებული ცხოვრებისთვის გვჭირდება
ეს არ არის რაღაცა ნარატივი, კიდევ ვიმეორებ რაღაცა ისეთი მხოლოდ ხარიზმატული გამარჯვება, წარმატება, არავით არის შეხება არ აქვს აყვავებასთან, აყვავების თეოლოგიასთან. ეს არის მეგობრებო ის ცხოვრება, რომელიც ღმერთმა განგვისაზღვრა. ეს არის სწორედ ეკლესია მთის წვერზე აშენებული, ეს არის ქრისტიანი როგორც სინათლე. ეს არის იდეა ძვირფასები. რო აღარ ვიაროთ გალახულები, იმიტომ რომ თითოეული ჩვენთაგანი მეგობრებო, ნახეთ, თითოეული ჩვენთაგანი თუ ამ დაცვის ხაზებს ავაშენებთ, მაშინ ეკლესია იქნება წარმატებული და გამარჯვებული. ხოლო თითოეული ჩვენთაგანის ეს ჩამონგრეული ცხოვრება და მარცხიცავსე ცხოვრება ეკლესიას აკოჭლებს, ეს უნდა ვიცოდეთ. კიდევ ერთი მუხლი, 1 იოანეს 5:21, შვილებო, დაიცავით თავი კერპთაგან. არც კერპებზე ლაპარაკს არ ვაპირებ, ჩვენ თანამედროვე კერპები გვაქვს, რა თქმა უნდა, ჩვენი პრობლემა არ არის ის რა პრობლემაც ახლა იოანე რომელ ჯგუფსაც წერდა, არ არის ერთი და იგივე, არ არის, მაგრამ იდეაში მონათესავია. რა თქმა უნდა, კერპებით სავსეა ცხოვრება. კერპი ის არის, რაც ღმერთზე წინ დადგება შენ ცხოვრებაში, რაც ღმერთის ადგილს დაიკავებს. და ისე უნდა დაიცავი თავი ამისგან. მას არ უთქვავს ღმერთი დაგიცავს, ღმერთი გვიცავს, არ იჩქაროთ, აქამდე აუცილებლად მივალთ, პუნქტად მოგცევთ, რა თქმა უნდა, მთლიანობაში ამას, რომ ღმერთი გვიცავს ჩვენ, თორე ჩვენი ძვალიც არ იქნებოდა. მაგრამ რატომ გვაკისრებს ღმერთი პასუხისმგებლობას, რომ ვაშენოთ ეს დაცვის ხაზი ჩვენ ცხოვრებაში? ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ ყველაფერს რაც უფალმა მოგცა, მეგობრებო, ჭირდება დაცვა. ყველაფერს. მე ძალიან მოკლე ჩამონათვალს მოგცევთ. დაცვის ხაზი უნდა ვაშენოთ აბსოლუტურად ყველა სფეროში და მთელი ცხოვრების განმავლობაში. არა ერთხელ ცხოვრებაში, არა კვირა დღეს. ყველა სფეროში მთელი ცხოვრების განმავლობაში. ეს არ არის მარტივი ცხოვრების განაცხადი. მოდი მოკლე ჩამონათვალს მოგცევთ, როგორც გითხარით, მოწოდება, მსახურება, ქორწინება. დაცვის ხაზი ჭირდება მოწოდებას, გაფრთხილება ჭირდება. პეტრე წერდა, განამტკიცეთ თქვენი მოწოდება და რჩეულობა, თუ ასე მოიქცევით, არასდროს აღარ წაიბორძიკებთო, ასე ფართოდ გაგერბათ ღვთის სამეფოს კარიო. მოწოდებას, მეგობრებო, ჩვენს მოწოდებას და დაცვას ჭირდება. როცა ჩვენი გუნდი ამ საგალობილს გალობს ხოლმე, რომ ერთი ის მაქვს სიტყვა იქიდან ამოჩემებული. როცა ავდივარ სცენაზე, იქ როგორ ეწერა თქო ვეუნევი, სადაც შენ გსურს მომიწოდე. ჩვენ როგორი ტექსტები დამიცავი, შემიყვარე და მე ვაკეთებ ხოლმე გაქცეთ სამაზე. ნახე, შენ ეუბნები ღმერთს, ღმერთო იქ მომიწოდე, სადაც შენ გსურს. და როგორია ახლა შენს მოწოდებაში საქმე? როგორ არის შენს მოწოდებაში? ნუ შენ არ იცი ჩემი სიდიდე, შენ არ იცი ჩემი დედამთილი, ჩემი ქმარი. ხდებით მეგობრებო, დაცვის ხაზი არ დგას. იმიტომ რომ მოწოდება ეს არის ის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი, სადაც დაცვის ხაზი გჭირდება. მსახურება. ბერტ გლენდენენი ამბობდა, მრავალი ქრისტიანიო ისე ექცევაო საკუთარ მსახურებას, რომ ამ ქვეყნიურ კომპანიაში რომ დაეწყო, იგივეს კეთებაო 3 დღეში გამოვაგდებდნენ სამსახურიდან. დაცვა სჭირდება ამას, მეგობრებო. დაცვის ხაზი გჭირდება, ქორწინება. არ ხდება კარგი ამბები. ხშირად ქრისტიანული სტატისტიკა, ქვეყნიერების სტატისტიკას ეწევა უკვე სამწუხაროდ. შვილები დაცვა სჭირდებათ, რა ვქნა კაცო, კარგ სკოლაში ვატარებ, საჭმელს არ ვაკლებ. ეს კარგია, მაგრამ ეს არის დაცვა? იფიქრეთ ამაზე ძვირფასებო, ეს ძალიან მტკივნეული საკითხია. ჩვენ დაგვავალეს, რომ შვილები უნდა აღზარდოთ ღვთის სიყვარული. ჩვენ ეს დავალება გვაქვს მიღებული. ეს ჰობი კი არ არის ასე რაღაცას მივანდოთ და უი რა კარგია და მეგობრებო, ყველაზე კრიტიკულად თამაში ეს სექტანტობა არ გეგონოთ, რასაც ახლა გელაპარაკებით, ვერაფერს ვერ მისცემთ. ამაზე უკეთეს, ამაზე მნიშვნელობას. ეკლესიის ზრდის ერთ-ერთი მაჩვენებელი კი არის ერთ-ერთი საშუალება ეს არის. თუ ყველა ქრისტიანი, ყველა ეკლესიის წევრი თავის შვილებს უფლისთვის აღზრდის, ეს ეკლესიას შემდეგში პროგრესული, გეომეტრიული პროგრესიით გაზრდის ძვირფასები. ხდებით? და აქაც დიდი ჩავარდნები ხშირ შემთხვევაში. ფინანსები. სად არის დასაცავი? იმიტომ არ არის, რომ დაცვის ხაზი არ აქვს ქრისტიანებს. ის მიაკერის გაცემა კი არ არის, მეგობრებო და შესაძირის მხოლოდ. გვესმის ჩვენ ესეთი გულწრფელი, მაგრამ ცოტა ისეთი განცხადებები ეკლესიიდან
მეც მიკეთებია რა თქმა უნდა. დღესაც ვაკეთებ მსგავსი ტიპის განცხადებებს, მაგრამ ეხლა ვცდილობთ რომ ადამიანებს მეტი გადავცეთ. ღვთისნება გაუცხადოთ. რომ გაცემა, მეგობრებო, ეს არ არის რაღაც მიღებ გაცემომა, მიეცი ლარი და 100 მოგცევს ღმერთი. აქ დაცვის ხაზი გჭირდება. მტერი აქ ძლიერ თავდასხმებს ახდენს ვირფასებ. და იმ პერიოდში სადაც ცხოვრობთ განსაკუთრებით. მე როგორც ეკლესიის წემსი უამრავი ისტორიები შემიძლია გაგიზიაროთ, მაგრამ ეხლა არ ვიზავ. ადამიანები სხვადასხვა საფინანსო ორგანიზაციებთან, ბანკებთან გაუაზრებლად კონსულტაციების გარეშე შარში ჩავარნილები მე მახსოვს რამდენიმე წლის უკან ქუჩებში აძლევდნენ სესხებს ადამიანებს. არავის კაი არ მოუტანია ამას. იდეაში სესხის წინააღმდეგი ვარ, არა მეგობრებო, ეს ინსტიტუტი იმისთვის გაჩნდა. მაგრამ დაცვა სჭირდება, ღვთის სიბრძნე სჭირდება. კონსულტაციები სჭირდებათ ადამიანებს, რომ დიდი დარტყმა არ მიიღონ ამ სფეროში. თორემ ოჯახების თემა რო ვთქვით, სტატისტიკა არსებობს, მეგობრებო, ერთ-ერთი მიზეზი და ყველაზე გამოკვეთილი მიზეზი ხშირად ქორწინებაში, ბზარებისა და განქორწინებისა ფინანსებიც კი არის, რომ იცოდე. დაულაგებელი ფინანსები. სიმდიდრეზე კი ავლაპარაკო. ქაოტური სიტუაცია ფინანსურ სფეროში. ურთიერთობები. აი, სათითაოდ გეკითხებით, ოღონდ რა თქმა უნდა, რიტორიკულია ეს კითხვა. ურთიერთობის ადამიანი ხარ თუ მაინც მარტოობა გირჩევნია? იმიტომ რომ ურთიერთობაში ყოფნა არის თავის ტკივილი. ახლა შენი თავი, ხო იცით, ყველა ჩვენი თავი რომ მოგწონს ყველაზე მეტად. ეს ხო იცით, გულის გუნჯოში სადღაცა. ერთ-ერთი ჩვენს ეკლესიაში ერთ-ერთი უმთავრესი ღირებულება არის ურთიერთობები. დავტანჯეთ ხალხი. ზოგს გონია რომ რაღაცას თითქოს წნეხს უკეთებთ, აიძულებთ. მაგრამ ეკლესია ურთიერთობების გარეშე, მეგობრებო, ეს პარადოქსია. ჯანმრთელი ურთიერთობების გარეშე. თუ გინდათ ვიღაცაზე გავლენა მოახდინოთ, ეს უნდა იყოს ისეთი ურთიერთობების ადგილი, სადაც არსად არ არის. ამენ. ამაზე პრეტენზია უნდა გქონდეს. ახლა, უი მოიცე როგორ მოხდება? საქმეც მაგაშია. აი ამაზე ვიძახი, აი ამას სჭირდება ხელების დაკაბიძება და მუხლჩაუხრელი შრომა. ამით უნდა იყოს ერთ-ერთი ეკლესია გამორჩეული. თქვენ შეიძლება მეტყვი, რა თქმა უნდა სიწმინდეს, რა თქმა უნდა ყველაფერი, მაგრამ ურთიერთობები ძვირფასებო არის მაგნიტივით, რომელიც ძალიან იზიდავს ადამიანებს. და მას სჭირდება გაფრთხილება, დაცვა სჭირდება. ძალიან მარტივია ურთიერთობაში ბზარის მოტანა. გქონიათ ვინმესთან ეკლესიაში კონფლიქტი. მე ქვეყნიერების ადამიანებთან საერთოდ არ მქონია წლებია კონფლიქტი. ეკლესიაში აი ერთხელ ერთი მეუნევა, პასტორო როგორი გაწონა, მე ვუთხარი, მე და გაწონასწორებული, წადი ჩემეულეს კითხე, რა გაწონასწორებულიც ვარ. აბა ეხლა თმენის ვალდებულება ჩემ თავს თოკავ, თორემ ხო იცით მეგობრებო, როცა რაღაცა პიროვნულად ეხა ესეთი ის არის, რაღაცა პიროვნების ტიპებზე დრაივერებს ეძახიან. ჩემი ტიპაჟი იცით როგორია, მე რომ ეკლესიაში მივდივარ და ფარულს ამუშავებ, სანამ სხვა მოვა და მე რომ ტუალეტის დამილაგებია და ეზოც გამითიბავს და რაღაცა და სხვა რო ამას არ აკეთებს, ის ადამიანი ჩემ შინაგანში შუაზე მყავს გაგლეჯილი 5ჯერ. მაგრამ კი არ უჩხუბობ ყოველთვის. მაგრამ ურთიერთობებს ეს არ ღვევს ხალხო. ეს ხალხი ვიღაცა რიგითი წევრი კი არ არის. იქ მიზის და ის არის, რა ქვია, პასტორია და უხუცესია და მაგრამ ჩემ შინაგანში უკვე დიდი პრობლემა მაქვს. აი ასე ფუჭდება ურთიერთობები. და თქვენ რა გონიათ მე ეს ასე გვარდება, მე გავგლიჯე შინაგანში, მე იმანაც გამგლიჯა შინაგანში, ეს აუცილებლად გარეთ გამოდის. და მე რას ვაკეთებთ? კავიორი უნდა გქონდეს ბევრი, რომ იქ შეყარო ეს პრობლემები. თითქოს არ არსებობს. ეთყობათ ეკლესიებს ეს მეგობრებო, პირდაპირ გეუბნები. და მწყემსებს, ლიდერებს ეს უნდა გვაწუხებდეს. რამდენად მეგობრულები არიან სინამდვილეში, ცეცხლს თუ გაუძლო ამ მეგობრობამ. თორემ იმის გამო კი არა, რაღაცა ეკლესიური წესრიგის გამო კი არა, რომ ზივარდ გვერდი გვერდა რაღაცა. ეს მიზნობრივად უნდა იყოს ნაშენები ეკლესიაში. მეგობრული ურთიერთობები, ნამდვილი ურთიერთობები. შეგიძლიათ თქვა ამენ? ახლა ადამიანის ორგანიზმზე გადავალ, გული. ჭირდება გულს დაცვა? გონებას? ერთი წიგნი არსებობს, ბესტსელერი გონება ბრძოლის ველი, ადამიანებს მოსწონთ, თუ გონება ბრძოლის ველი არის. ეხა ყველა ფანჯარა და კარები რო ღია არის,
ყველა ნაგავი რომ იქშერბის და გამორბის. როგორი დაცვა სჭირდება გონებას, მეგობრები. და ერთ ორგანოს ვიტყვი კიდე, ენა. სჭირდება დაცვა? ჯოჯოხეთიდან არის ამოძრავებულიო იაკოვმა თქვა. ხო და საერთოდ კიდე რა თქვა იცი? ენას ვინც ალაგმავს სრულყოფილია. თავარია ენას მოუაროთ, სრულყოფილი ხალხი ხვდები. ეს არის მეგობრებო პატარა ჩამონათვალი, თორემ მე ვთქვი, ცხოვრების ყველა სფეროს, მთელი ცხოვრების განმავლობაში ჭირდება მუდმივად დაცვის ხაზის შენება. საქმე 20-28. მას გაუფრთხილდით საკუთარ თავსაც და თქვენ მთელ საწმსოსაც. ნახეთ როგორ მოძღვრავდა პავლე მწყემსებს. ეუბნებოდა საკუთარ თავს გაუფრთხილდით. საკუთარი თავი დაზოგეთო პავლეს არ უთქვავს. საკუთარი თავის დაზოგვა ერთხელ პეტრემ შესთავაზა იესოს და წაგიკითხავთ რა პასუხიც მიიღო. არა, პავლემ უთხრა გაუფრთხილდი საკუთარ თავს. აი ამ გაფრთხილებით დაცვა და უყენე საკუთარ თავს ყველა სფეროში და ამით გაუფრთხილდები საწმსოს. იმიტომ რომ თუ ჩემი ქორწინება სკოჩებით არის დამაგრებული, მე შენს ქორწინებაზე გავლენას ვერ მოვახდენ. თუ მე ურთიერთობის კაცი არ ვარ, შენ მორალურად ვერ გაგიძღვები ურთიერთობაში. მე ფინანსურ სიმდიდრეს კი არ გულისხმობ, მაგრამ თუ წესრიგი არ მაქვს ამ ცხოვრებაში, სხვასაც ვერ ვეტყვი ამის შესახებ. გესმით მეგობრებო? ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანი ეს რაც წავიკითხეთ. 1 ტიმოთეს 6:20 ო ტიმოთე გაუფრთხილდი მობარებულს. ღმერთმა მოგვაბარა მეგობრებო, ეხლა ვთქვი, ყველაფერი რაც ღმერთმა მოგცა, გაფრთხილება სჭირდება. ეს მობარებულია ჩვენდან. გაიხსენეთ ტალანტების სიგავი, დადგება მომენტი, როცა ღმერთი მოგთხოვს. იმიტომ რომ მობარებული გვაქვს. და უნდა გაუფრთხილდეთ მას. მეორე იოანეს 1:8 თავს გაუფრთხილდი რომ არ დაკარგო ის, რისთვისაც იღწოდი, არამედ სრული საზღაური მიიღოთ. ეს ჩემთვის არის ბომბი, მეგობრებო, აი წარმოუდგენლად მაგარი მუხლი არის. ნახეთ იოანე მოციქული წერდა, გაუფრთხილდი თავს, რომ არ დაკარგოთ ის, რისთვისაც იღწოდითო. ადამიანები იღწვიან წლები რაღაცისთვის, შრომობენ რაღაცისთვის და მოციქული მოდის და ეუბნება, გაფრთხილდი, ფხიზლად იყავი, დაცვის ხაზი ააშენე, რომ რასაც მთელი ცხოვრება, რისთვისაც იღწოდი, ის არ დაკარგო. და მე ნახეთ როგორ აკორექტირებს, არამედ სრული საზღაური უნდა მიიღოთ. რამდენს უნდა სრული საზღაურის მიღება? 15-ია ხელი. მეც არ გინდათ? თუ იმ იდეას ემხრობით, ოღონდ იქ შევიდე და დამლაგებლობაზე და თანახმავართო. როგორ დააზარალ ამ სისულელემ ეკლესია წლების განმავლობაში, მეგობრებო. ამ გაგებით ღვთისმსამეფოში ვერ შევლენ ადამიანები, პირდაპირ ვამბობ, იესომ თქვა, იოანეს დღიდან მოყოლებული, დღემდე ღვთისმსამეფო იქადაგება და ძალის მხმეველნი წარიტაცებენო მას. არა ნაზიკუები, აქ ნაზიკო თუ ვინმე არის, არავის ეწყინოს, თქვენ არ გულისხმობ. არა ის პასიურები, არა სულ გალახულები, ძალის მხმეველნი შევლენ სამეფოში. დიდება უფალს. დაცვა და გაფრთხილება არ არის პასიური მოქმედება. იცნობთ პასიურ ადამიანებს. შუალედურები, ასეთები ილახებიან ყოველთვის. წესით ხო ის უნდა უფრო გალახული უნდა იყოს, ვინც ძალიან ის არის აქტიური, ყველგან როცხირს ყოფს. მაგრამ პასიურები უფრო გალახულები არიან ხოლმე, ხო იცოდე. სინამდვილეში დაცვის ხაზის შენება არის ნამდვილი ბრძოლა. ნამდვილი ომია ეს იცოდეთ ხალხო. ხო იცით ჩვენ ჭარბწონიანებს, ჩვენ ჭარბწონიანებს ყველა ორშაბათი რო გეგმა გვაქვს, ხო იცი ხა რეკლამა გამოვიდა, მე ვიფიქრე მე დამცინიან თქო. სარბენ ბილიკებს არეკლამებენ ახლა Facebook-ზე და რო იძახიო ორშაბათიდან ვიწყებ დიეტაზე ყოფნას, რომ მართლა არ დადგა ის ორშაბათი, ხო? ეს პასიური ქმედება არის, რო იცოდეთ. ამას ქვია პასიური ქმედება. 1000 მიზეზი, 1000 თავის მართლება სიზნელეებთან, მაგრამ შედეგი არ მოდის ომის გარეშე, ბრძოლის გარეშე. იოანე 17:12 ვიდრე მათთან ვიყავი შენი სახელით, ვიცავდი მათ, შენ რომ მომეცი და ვიცავი, არავინ დაღუპულა მათგან დაღუპვის ზის გარდა. ხალხო, ეს არის საკვანძო ადგილი ამ ქადაგებაში. ჩვენ საუბრობთ დაცვის ხაზზე. იოანეს ლოცვა არის მამის წინაშე იოანეს მე-17 თავში. ნახეთ რა თქვა იესომ, მამა, ხალხი რომელიც შენ მომეცი, დავიცავი. ხვდებით? იესოს ერთ-ერთი თავარი მიზანი მათი ზურგის ფხანა კი არ იყო, მაპატიეთ ამ გამოთქმაზე. მათთვის პამპერსების სვლა კი არ იყო მხოლოდ. იესომ თქვა, რომ მე ისინი დავიცავი და ისე დავიცავი, რომ არავინ დაღუპულა გარდა ერთისა.
მე სადაც მოვინანიე რომელ ეკლესიაშიც მეგობრებო მიზნობრივად არავის არ უსწავლებია ჩვენთვის, მაგრამ მე ასეთი აზრი ვისწავლე იქ, რომ ეს იყო წინასწარ განწესებული კაცო, იუდას სხვა შანსი არ ქონდა, ის რობოტი იყო და სედადიოდა. და უნდა უარყოფა უნდა გაეკეთებია ქრისტესი და მაშინ რაზე ვლაპარაკობ, რა დაცვაზე ვლაპარაკობ, ხო აზრს კარგავს ყველაფერი. ახლა სწორედ ამას განვიხილავთ, რატომ მოხდა, რატომ იყო ის გარდაერთისა, რატომ არის იუდა გამონაკლისი, ქრისტიანებო იუდას ისტორიიდან უნდა ვისწავლოთ. საოცარია, ხო რა უნდა ვისწავლოთ, კაცო, იუდას ისტორიიდან. ერთი ვიცი რომ წავიდა თავი ჩამოიხჭო. ჩვენ არ ვაპირებთ. მაგრამ აქ იესომ თქვა, ყველანი დავიცავი, რომელიც მომეცი ყველანი აგერ გიბრუნებ, მაგრამ ერთის გარდა, რატომ გახდა იუდა გამონაკლისი? მე მინდა ერთი თარგმანი შემოგთავაზოთ იგივე მუხლისა, რომელიც ერთი სიტყვა არის რაღაცა საკვანძო, ძალიან დაგეხმარებათ. მე მიყვარს ეს თარგმანი, ხშირად ვიყენებ, ამას ქვია ცოცხალი, ახალი ცოცხალი თარგმანი ქვია, მეორენაირად აზრობრივ თარგმანსაც ეძახიან, აბრევიატურით NLT ქვია, ვისაც დაგაინტერესებთ, კარგი თარგმანია, შეგიძლიათ გადმოწეროთ აპლიკაციაში. აი ახ როგორ ჟღერს იოანეს 17:12. დავიცავი ისინი, რათა არავინ დაღუპულიყო გარდა იმისა, ვინც დაღუპვისკენ მიემართებოდაო. ნახეთ როგორ წერია. იესომ თქვა, რაღაცა პერიოდი მიდიოდა ამისკენ. ახლა ვიღაცა მეტყვის მოიცა კაცო, ხო ვიცით რომ წინასწარ ამოვდა იესო, კი, მაგრამ ეს ადამიანების ბედისწერა კი არ არის. ეს ღვთიური განჭვრეტა არის, მხოლოდ მეტი არაფერი. ღმერთმა წინასწარ დაინახა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ბეჭედი დაასვა ასე რომ შენ კარგი კი ხარ, მაგრამ შენ უნდა უარმყო მე და თავი უნდა მოიკლა მერე. გესმით? ეხლა აი ამ მიემართებოდას გამოვიყენებ ძალიან ხშირად. რატომ გახდა იუდა გამონაკლისი? მათე 26 თავი, 14-15 მუხლები. მაშინ იმ 1-12-თაგანი იუდა ისკარიოტელად წოდებული, მღვდელმთავრებთან წავიდა და კითხა, რას მომცემთ რომ გადმოგცეთ იგი და მიუწონეს მათ 30 ვერცხლი. მეგობრებო, არ ვიყავი ამაზე ნაფიქრი, სანამ ამ თემაზე არ დავიწყებდი მუშაობას. იმის მიუხედავად რომ ეხა სახარებავს ვკითხულობ თუ დაგვიჯერებთ, ვკითხულობთ, ხანდახან მაინც ვკითხულობთ ყოველ შემთხვევაში, თუ დაგვიჯერებთ. იცით არ ვიყავი ასე დაფიქრებული, რომ თვითონ წავიდა და გამოიკითხა, რას მივიღებ საზღაურად. გესმით? ის ტრანსში კი არ იყო და ესე კი არ მოძრაობდა ზომბივით. წავიდა და მღვდელმთავრებთან მოლაპარაკება დაიწყო. მე შემიძლია ეს კაცი გადმოგცევთ, რას გადამიხდით? და მიუწონეს 30 ვერცხლი. არ იყო დიდი ფული. ძველათმა ამაზე ლაპარაკობს, რა არის 30 ვერცხლი დაახლოებით. არ იყო ეს დიდი ფული. 30 შეკელი იყო, მოდი ასე ვთქვა და ბავშვიც კი იპოვის ამას, რომ მოინდომოს ბიბლიაში. აიღო ამ კაცმა და ჩააბარა იესო მათ. კიდევ ერთი მუხლი, იოანე 12:6. ეს იმიტომ კი არ თქვა, რომ ღარიბებზე ზრუნავდა, არამედ იმიტომ, რომ ქურდი იყო, ყულაბა მას რომ ქონდა, რასაც შიხრიდნენ ის იღებდა. მეგობრებო, შესაწირი ჩააბარეს ამ კაცს. ხაზინადარი იყო, ფინანსისტი იყო. და ერთხელ როცა საკუთარი თავი გასცა, ადამიანი, ჩვენ თვალში გასცა, მოდი ასე ვთქვათ, ეს რატომ არ გაიყიდა ეს ნელსაცხებელი 300 დინარით, რამდენი რამე გაკეთდებოდა, იოანემ იქ რომ ცოდნოდა, იქვე ეტყოდა ალბათ ამას რას ამბობო. მაგრამ მეგობრებო, იოანე შემდეგში ამბობს, წერილის ავტორი, ანუ სახარების ავტორი, რომ ამას იმიტომ კი არ ამბობდა, რომ ღარიბებზე ზრუნავდა. ქურდი იყო და მეტი ფული აწყობდა ყულაბაში. ხედავთ? ეს ჩვენთან ამას რა უნდა? აი როგორ მიემართებოდა ის მეგობრებო დაღუპვისკენ. მიემართებოდა იუდა დაღუპვისკენ. ყველა მოუნანიებელი ცოდვა, ყველა შეგნებული კომპრომისი არის ერთი პატარა ნაბიჯი. ამისკენ. ეთანხმებით? მოუნანიებელ ცოდვაზე ვლაპარაკობ. შეგნებულ კომპრომისი პატარა ნაბიჯია, თუმცა ჩვენ შეგვიძლია ყველაფერი გამოვასწოროთ, მეგობრებო. მაგრამ როცა არ არის დაცვის ხაზი, ადამიანები მიემართებიან უარესისკენ. მინიმუმ ასე ვთქვათ. რამდენიმე პატარა მაგალითი. ისრაელმა ეგვიპტეში დაბრუნება გადაწყვიტა, რიცხვთა წიგნში გვხვდება ეს ყველაფერი. ავირჩიოთ ლიდერები, დაუბრუნდეთ უკან. ამბოხება დაერქვა ღმერთისგან ამ ყველაფერს. ხსნისკენ და სიცოცხლისკენ მიმავალი ნაბიჯი იყო თუ დაღუპვისკენ მიმავალი. რა მოხდა? მათი ძვლები ჩაიყარა უდაბნოში. თუმცა არ წასულან ეგვიპტეში. გეგმა იყო.
იესოს ბევრი მოწაფე უკან გაბრუნდა, აღარ მისდევდა იოანეს 6:66, 6:66 დაიმახსოვრეთ და ეს მუხლი იქ წერია. მისმა ბევრმა მოწაფემ მეგობრებო შებრკოლდნენ და აღარ მისდევდნენ იესოს. კითხვა. ხსნისკენ გადადგმული, პროგრესისკენ გადადგმული ნაბიჯია თუ დაღუპვისკენ გადადგმული ნაბიჯი? თუ იესოს არ მისდევს, მაშინ ვის მისდევს? თუ მოწაფეთ არის მოწოდებული და დაძახებული და უცებ ერთ დღეს უარს ამბობს და საერთოდ სხვა გზით მიდის, პროგრესისკენ გადადგმული ნაბიჯია? არ არის დაცვის ხაზი. არის რეგრესისკენ ნაბიჯი. თქვენ უნდა ცნოთ თქვენ ცხოვრებაშიდაც, თქვენს არჩევანშიდაც, თქვენ ხვალინდელ გადაწყვეტილებაშიდაც, თქვენ გუშინდელ გადაწყვეტილებაშიდაც, გადაწყვეტილება რომელიც მიიღე სად მიდის რეგრესისკენ, სპეციალურად აღარ ვლაპარაკობ დაღუპვისკენ ხალხო, რომ იმიტომ კი არა რომ ვიღაცას არ შევაშინო ან რაღაცა, ცოტა ვფრთხილობ რომ ვიღაცა მართლაც ეს რა მოძღვრებას ხადაგებს კაცო ქრისტიანებთან დაღუპვას რა უნდა. მაგრამ ეს გზა მიდის იმისკენ, ხვდებით? თუ ადამიანი არ იფხიზლებს, თუ ადამიანი არ იფრთხილებს, შეცდომა კი არ არის ტრაგედია. რა ვქნათ ახლა ჩვენინება რომ იყოს ერთხელ არ ვიცი შმაგის ახსოვს თორე ერთი ჩვენმა ყოფილმა ხელმძღვანელმა წამოაყენა ასეთი შევკრიბა ძმები და ქვეყნიერებას უნდა გავაგებინოთ რომ 40-ები და წლისთავები აღარ გადაიხადონო. მე უთხარი შედალოცილო ქრისტე გავაგებინოთ აღა 40-ებს და წლისთავებს რო იწყებ. ყველაფერი ჩვენზე არ არის დამოკიდებული, მაგრამ მე რასაც ახლა გელაპარაკებით, შეხედეთ მეგობრებო, ელემენტარულია დაცვის ხაზი თუ არ იქნება. ეს ხო ცხოვრებამაც გვაჩვენა. თუ ისევ ჯიუტობ, თუ არა, მე არ ვცნობ, არ ვაღიარებ. გაზომვადია ყველაფერი, კიდევ ვიმეორებ. ილუზიებში ცხოვრება კი არ გჭირდება. გადაწყვეტილება, რომელიც მივიღე, გადაწყვეტილება, რომელიც შენი ოჯახის წევრმა მიიღო, როცა ამ ყველაფერს გაზომავ ღმერთის სიტყვის მიხედვით, როცა ამ ყველაფერს აწონი ღვთის სიტყვის სინათლეში, მარჩიელობა არ ჭირდება, უნდა ვთქვა, ეს გადაწყვეტილება პროგრესისკენ, ღვთიური მიზნისკენ მიმავალია თუ რეგრესისკენ, რომელიც მაშორებს მოწოდებას, მაშორებს მსახურებას, მაშორებს ზურგით ვდგავარდა. გეგმა რომელიც შევიმუშავე, არ შებრკოლდეთ პირიქით ხალხო ეს დაგაკორექტირებ, დაგეხმარებათ. მე ერთხელ ერთმა ადამიანმა მითხრა, შენთან რომ მოვდივარ ხოლმეო და კონსულტაციას რომ მიწევო, სულ ნეგატიურს მეუნევიო, მე ვთხარი ნეტა შენ ბეძლოს პოზიტიური და როგორ დაგამადლი მაგ ყველაფერს. ვიდრე 1000 სისულელით მოდიოდა ხოლმე, 1000 რაღაც, ეხლა ბინავს ვდებ იმაში და რაღაცა მითხრეს ასეთი, არ ჩადო ეს ბინა ვეუნეოდი. ახლა იქ უნდა ჩავდო, ეს ერთი ბევრი რო ქონოდა, ალბათ ყველგან ჩადებდა. და როცა ამაზე არ ვეუბნევოდი სწორ პასუხს, კარგ პასუხს, მისთვის კარგ პასუხს, იცით რა დონეზე გამიბრაზდა ეს ადამიანი მეგობრებო? ლამის ეკლესია დატოვა. თუ შენო სულ ნეგატიურს მეუნევი, ნეგატიურს კი არ გეუნევი. ღვთის სიტყვის სინათლეში გირჩევ, გაზომე. იმიტომ სამჯერ რომ წამოკარი, 4ჯერ რომ ცხვირი რომ გაქვს, გატეხილი მუდმივად, ალეგორიულად, ხო? ისწავლე ცხოვრებიდან რაღაცა. დიდარი ჭაბუკი დამწუხრებული გაბრუნდა იესოსგან. მარკოზის 19:22-ში წაიკითხავთ. დამწუხრდაო დიდარი ჭაბუკი და გაბრუნდა. ნეტავსაც წავიდა. ალბათ გზის მეორე მხარეს სხვა ეკლესია იყო, სადაც ისი არ ასწავლეს, ალბათ იქ წავიდა. ანუ დიდარი ჭაბუკი რამდენადაც მოწონებული იყო ქრისტესგან, რომ მოეწონა, კარგი ადამიანი იყო, ხალხშიდაც ხო პოპულარული იყო, ჩვენ ვერ წარმოგვიდგენია. მორწმუნეებში ბუზღუნი რომ გაჩნდა, გახსოვთ? ვიღა გადარჩება ნეტავდა, რატომ ელაპარაკება ხალხს ასე? ნუ თუ იესო არაადეკვატური იყო, ნუ იესოს ხალხის წასვლა უნდოდა და უხაროდა. მაგრამ იმ ჭეშმარიტებამ, რაც ამ კაცმა მოისმინა, იმ დავალებამ, რაც ღმერთისგან მიიღო, იმ მითითებამ, ეს კაცი დაამწუხრა და კითხვა მაქვს. სიცოცხლისკენ წავიდა ეს კაცი სამწუხაროდ? მე არაფერი არ ვიცით ამ დიდარი ჭაბუკის შესახებ. შეიძლება ვიღაცა მითხრას, მე იქნებ მოინანიაო. დიდება ღმერთს თუ მოინანია, ჩვენ არ ვიცით, მაგრამ მე ვთქვი, მოუნანიებელი ცოდვა მიდის დაღუპვის გზაზე. კომპრომისი. შეგნებული კომპრომისები. უძღები შვილი მამის სახლიდან წავიდა. ლუკას 15:12-ში წაიკითხავთ. მომეციო ჩემი ყველაფერი და ისტორია გვაჩვენებს, პროგრესისკენ წავიდა ეს ახალგაზრდა კაცი თუ რეგრესისკენ. მეგობრებო, ეს არის ის პატარა ჩამონათვალი ბიბლიიდან, რაც უნდა შევუხამოთ ჩვენს ცხოვრებას, როცა გუშინდელი გადაწყვეტილებები, წინანდელი რევიზია ჭირდება ყველაფერს, მერწმუნეთ ხალხო. თუ ცხოვრებაში გამარჯვება არ მოდის და თუ ცხოვრებაში შარი არ გშორდება, ჩემი ერთი რჩევა ის იქნება, დიდი რევიზია ჩაუტარე საკუთარ ცხოვრებას. მეორე პეტრეს მეორე თავი 20:21 მუხლები კიდევ რას ლაპარაკობს შეხედეთ, ვინაიდან თუ უფლის და მაცხოვრის იესო ქრისტეს მცნებებით,
შემეცნები წუთი სოფლის სიბილწეებს შემოცილებულნი კვლავ გაეხვევიან მათში და დაიძლევიანო, ნახეთ, რა თქვა. მაშინ უკანასკნელი პირველზე უარესი იქნება. უმჯობესი იქნებოდა არ შეეცნოთ სიმართლის გზა, ვიდრე შეეცნოთ და უკუქცეულიყვნენ მათთვის გადაცემული წმინდა მცნებისგან. პეტრემ გააფრთხილა ეკლესია. თუ დაიძლევა ადამიანი ამ ყველაფრისგან, მაშინ უკანასკნელი იქნება უარესი. და ბოლოს, ჩემი ქადაგების ბოლოს, როგორ ავაშენოთ ეს დაცვის ხაზი, რაზეც ახლა ვისაუბრეთ. როგორ ავაშენოთ სამ პატარა ნაბიჯს მოგცევთ. პირველი არის მეგობრებო ის, რომ უნდა გახსოვდეს, რომ ღმერთი იცავს თავის ხალხს. თავის ხალხს იცავს ღმერთი. შეგიძლიათ თქვა ამენ? იოანე 10:27-28 ჩემი ცხვრები ჩემს ხმას ისმენენ, მე ვიცნობ მათ და ისინი მე მომყვებიან. მე მათ საუკუნო სიცოცხლეს ვაძლევ და არ დაიღუპებიან საუკუნოდ ვერავინ წამგლეს ჩემი ხელიდან. მაგრამ 27 ამოვიღეთ ხმარებიდან. ნახეთ 27 რას ამბობს. ჩემი ცხვრები ჩემ ხმას ისმენენ. მე ვიცნობ მათ და ისინი მომყვებიან. აი რატომ შეუძლია იესოს ახლა დაიცვას ასეთი ადამიანები? აი რატომ არის შეუძლებელი მართლა წაგლიჯო ასეთი ადამიანი ქრისტეს? და მოდი ახლა შევაბრუნოთ. თუ ადამიანი იესოს არ უსმენს, თუ ადამიანი იესოს არ მიყვება, თუ მის ხმას არ ისმენს და ეს აღქმა ისე ვრჩება, მაშინ სიმართლის ცხოვრებას რაღა აზრი აქვს ქრისტიანი? რაღაცო ცხოვრობთ, რაღაცო წვალობთ მაშინ. რაც გამოგვივა ის ვაკეთოთ და აბა ეუფალო ახლა არავინ წამგლიჯო შენი ხელიდან. ჩვენი დაცვა და უსაფრთხოება უნდა გახსოვდეთ, რომ უფლის ჩვენ და მიერთგულებაზეა დაფუძნებული და არა ჩვენს ძალაზე. ანუ ამ პუნქტის მიზანი ის არის, რომ ჩვენი ძალით კი არ შეგვიძლია, მე რომ ვლაპარაკობ, რომ ააშენო, ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ ადამიანური ძალის ხმევა არის, მხოლოდ ჩვენი დაცვის გარანტია და ჩვენი დაცვის ხაზი. პირველ რიგში ის უფლის ჩვენ და მიერთგულებაზეა. უფლის ჩვენ და მის სიყვარულზე არის დაფუძნებული. ხოლო ჩვენ შემდეგში ამ ყველაფერს ვეხმაურებით იმით, რომ მივყვებით მას, ვუსმენთ მას, ეს მასთან გვადუღაბებს ისე, რომ მართლაც შეუძლებელია, მეგობრებო, ჩვენი ჩამოშორება მისგან. იცით რატომ? თუ წავიქცევით, ღმერთმა ყველა დაგვიფაროს, ავდგებით აუცილებლად. თუ შეგვეშლება, გამოვასწორებთ აუცილებლად. თუ შევწოდავთ, მოვიბოდიშებთ და მოვინანიებთ აუცილებლად. ეს არის განსხვავება, მეგობრებო. არა ის, რომ აქ შეცდომას არავინ დაუშვებს. ლუკა 18:7 იმ დღეს როცა ეკლესიას ამას უზიარებდი, მე ვუთხარი, ვერ ვიპოვე ისეთი მუხლი დაცვაზე, სადაც აღთქმა არ არის რაღაცა ჩადებული. ესეც ისეთივია. ლუკას 18:7 მას განა ღმერთი არ დაიცავს თავის რჩეულებს? კი, მაგრამ ნახეთ პასუხი, რომლებიც დღედაღა მას შეღაღადებენ და არ იქნება სულძელი მათ. ხართეზოზე წამოწოლილებს კი არაო. თავისი პრობლემები სულ სხვაზე გადამბრალებლებს კი არაო. პასიურებს კი არაო. არამედ რომლებიც არიან დაჟინებულები, შეღაღადებენო მას. და ალბათ გახსოვთ ეს რა კონტექსტში არის მოყვანილი უსამართლო, უწყალო მოსამართლე და ერთი დაჟინებული ქვრივი ქალბატონი. ასეთების მოშორება მართლაც შეუძლებელია. ან და ის ისტორიაც მახსოვს, როცა ქალი თხოვდა დახმარებას იესოს და იესო მოპასუხა, კარგი არ არის ძაღლებს, ესე იგი შვილებს წავართვა პური და ძაღლებს გადაუგდო. ამ ქალმა რა უპასუხა? გაიხსენეთ ქრისტიანებო. ხო, მაგრამ ძაღლებიც ხომ ჭამენ სუფრიდან გადმოცველი ნამცეცებს და იესომ თქვა, მიიღე რასაც ითხოვ. ეს არის დაჟინებულობა. დაჟინებულობა გინდა თუ არა ხასიათის სიმტკიციდან კი არ მოდის, შენი საჭიროებიდან, შენი წმინდა მოშიშებიდან, რომ არ გაქვს სხვა გზა, რომ არ გინდა მისგან წასვლა, ხდები დაჟინებული და ხდები ასეთი, რომელიც აღარ ჩერდები, რომ მისგან მიიღო დაცვა და მისგან მიიღო უსაფრთხოება. დიდება იესოს. თუ დავრჩებით ღმერთის ნებაში, მაშინ მას აქვს საკმარისი ძალა ჩვენს დასაცავად და შესანარჩუნებლად. ოღონდ უნდა დავრჩეთ მის ნებაში, მეგობრებო. ოღონდ უნდა დავრჩეთ მის სიტყვაში, ძვირფასებო. მაშინ მას აქვს ძალა, სხვანაირად დაცვის ხაზი არის მორღვეული. მეორე, როგორ ავაშენოთ დაცვის ხაზი? ხშირად და გულწრფელად შეაფასე საკუთარი ცხოვრება. ეს ორი საკვანძო სიტყვა კარგად დაიმახსოვრეთ. ხშირად და გულწრფელად.
ხშირად და გულწრფელად. თუ ხშირად გააკეთებ, მაგრამ გულწრფელი არ იქნები, არ დაგეხმარება. და თუ საუკუნეში ერთხელ გააკეთებ, მაგრამ გულწრფელად გააკეთებ, არც ეს არ დაგეხმარება დიდად. ხშირად და გულწრფელად გააკეთე. მეორე კორინთელების 13:5 საკუთარი თავი შეამოწმეთ, ხარ თუ არა რწმენაში, საკუთარი თავი გამოსცადეთ, ნუ თუ არ იცნობთ საკუთარ თავს, რომ თქვენშია იესო ქრისტე, თუ არა და გამოუცდელნი ხართ. ნახეთ რა თქვა. ეს რაღაცა იდეის გარეშე კი არა. თუ არ გამოცდი საკუთარ თავს, თუ არ შეამოწმებ საკუთარ თავს ხშირად და გულწრფელად, მაშინ პავლე ამბობს, რომ გამოუცდელი რჩები. ეხლა აღარ მინდა კიდევ სადმე გაგიშვათ, მაგრამ მაინც მოგცევთ პატარა მიმართულებას. ებრაელთა წერილის ავტორმა ებრაელებს ასეთი რაღაცა ელაპარაკა, რომ მაგარი საჭმის მჭამელები უნდა გახდეთო. იმიტომ რომ როცა მაგარ საჭმელს ჭამთო, მაგარი საჭმელი აყალიბებს ჩვევებს კეთილის და ბოროტის გასარჩევათო. ეხლა თქვენ თუ ზღაპრიდან მიუდგებით, მეგობრებო, ყველამ ვიცით რომ ის ჯადოქარი რო არის და მოკავული ცხვირი რო აქვს, ის ცუდია. მაგრამ ასე კარიკატურულად ხო არ უყურებთ ცხოვრებას. მე რო ვიცოდე, მეგობრებო, ყოველთვის რა არის კარგი და ცუდი, ყოველთვის რო ვიცოდე ეს. აი, რას ვიცხოვრებდი, იცი? შესწომას აღარ დაუშვებდი. როცა გადაწყვეტილება უნდა მივიღო რაღაცა. ასე ხო არ არის, ახლა ტრანსში ხო არ ვარდები, დაადებით ითი, რასაც წაიკითხავ ის იქნება გადაწყვეტილება. ასე ხომ არ ხდება. ხანდახან არის რაღაცა მომენტი, ახლა ადამიანი მეკითხება, ვიზე უნდა დავქორწინდეო. როგორ შეგიძლია უპასუხო ეს თეკლე უნდა იყოს თუ ვინ უნდა იყოს. ამაზე თუ ახლა შეიძლება ჩვენ გვეცინება, ვისაც უკვე ქუდი გვახურავს, მაგრამ ახალგაზრდებს აწუხებთ ეს, მშობლები ეუბნებიან სწორად იქორწინეო. იქორწინა ქრისტიანზე მორწმუნე რო იყო და ვაის გავეყარე, შევეყარე და დაემართა და ახლა სხვას აინტერესებს, რომ მორწმუნეს გაყვა, მაგრამ მაინც არ არის ბედნიერი და კმაყოფილი, რა გაქნას მაშინ ეხლა, ხო? ანუ ეს ასეთი მარტივი საკითხი არ არის თვითონ. ასე რომ ისწავლეთ ცხოვრების შეფასება. ღვთის სიტყვის სინათლეში შეაფასე, გაზომე და აწონე ყველაფერი. გაიზომე სულიერი ტემპერატურაც. ალეგორიულად ლაპარაკობ, იმედია გამიგებთ. და ერთ კარგ ფრაზას მოგცევთ ამასთან დაკავშირებით, ისწავლეთ. ღმერთის სიტყვა ისწავლეთ, მეგობრებო. მისი მიღება ისწავლეთ, ეკლესიის აზრის გათვალისწინება ისწავლეთ. ეს დაცვის ხაზია. ხვდებით რატომ? თქვენ ეკლესიას ეს კარგად ესმის, მე ვფიქრობ, სხვებზე უკეთესად გესმით ეს თქვენ. იმიტომ რომ წლებია თქვენ რაღაც ამ სისტემას, სტრუქტურას მიზანმიმართულად კარგად აშენებდით. რომ ეკლესიის აზრი როგორ არის ახლა ჩვენ ერთი აზრის რო ვიყავით, ასე კი არ შევიკრიბეთ აქ. წლები მიზნობრივად შენდება, ხედვა, სწავლება, სტრუქტურა და რაც ფილტრავს მერე აი ყველაფერს და თავს იყრიან ადამიანები ღირებულებების ირგვლივ, ფასეულობების ირგვლივ, ხედვის ირგვლივ. და ყველას მეგობრებო, თუ კი რამე მოხდება, დაიმახსოვრეთ ეს. აი შეიძლება ამ წუთში კარგად ხარ ეკლესიასთანაც ხარ და არაფერი პრობლემა არ აქვს, მაგრამ თუ მტერი შეეცდება გაგცხრილოს. მაშინ მოახერხე ეკლესიის აზრის გათვალისწინება. ეს არის დაცვის ხაზი სინამდვილეში. გესმით? თორე პირველ რიგში ჩვენ ღმერთის სიტყვას ვლაპარაკობთ. ჩვენ თქვით პირველ რიგში ღმერთის სიტყვის მიღება ისწავლე და ეკლესიის აზრის გათვალისწინება. შეიძლება ისეთიც მოხდეს, რომ მთელი ეკლესია გაგიჟდეს. მაშინ ღმერთის სიტყვის მიღება ისწავლე. დღევანდელი ეკლესია არ უნდა იყოს პასიური იმ საშუალებებიდან გამომდინარე, რაც აქვს, მაგრამ პასიურია სიტყვასთან ეკლესია. მე ამას პირდაპირ ვამბობ. პასიურია. ჩვენი თაობა თქვენ თაობასთან არაფერი არ არის. აი თქვენი შესაძლებლობები, თქვენი ნიჭები, თქვენი უნარები, მაგრამ ის რაც იყო მეგობრებო, აი რაც გქონდა გადავღეჭავდით. ახალი წიგნი ხელიდან ხელში გადადის. სად იყო ახალი წიგნი? აი აქ ზიხარ თქვენ ადამიანები. ახლა გეუბნებით იმ წიგნმა ორი ოჯახი ჩემს თვალწინ გადაარჩინა. მხოლოდ წიგნმა კონსულტაციაზე მთხოვე სწავსულიყავი სხვა ეკლესიაში ვერაფერი ვერ მოუხერხეს ერთ წყვილს ლიდერები. და კონსულტაციაზე რომ დავიბარე, ერთად დაждდომ არ შეიძლებოდა, არ ჯდებოდნენ ერთად, ისე ეზიზღებოდათ ერთმანეთი.
სიყვარულით დაქორწინებული, ქრისტეში ქორწინებაში. ოღონდ ის ქვეყნიერებიდანაც კი არა, რომ ვიღაცა ქრისტეში იყვენ დაქორწინებული და აზრი არ ქონდა, ეხლა ამას ველაპარაკებ, მე იმასთან გადავიდოდი, ასე მიიტანე, მოიტანე ამბავი, ის ამას ლანძღავდა, ეს იმას და აზრი არ ქონდა. ერთადერთი თავში რაც მომივიდა, იდეალისტი ვარ ამ სფეროში. ასე მჯერა დღემდე, ვერავინ ვერ გადამარწმუნებს. მე ვთხარი ამ წიგნებს ეხლა გიტოვებთ, ერთი კვირის მერე შევხმიანდეთ. ერთ კვირაში დამიერეკა ბიჭმა, მე უნდა ტირის. მე რო ესე მცოდნობა. იცით, ამ წიგნის ავტორი ასე იწყებს იქ, რომ შეიძლება ქორწინება როგორ იწყება, ცხენის რო ამზადებენ დოღისთვის, აი რკინაშია გამოკეტილი და გვერდებში ურტყავენ და გაუღებენ და გაიქცევოთ, აი ეს არის ბევრი ქორწინებაში. გაიჭრა, აი დაქორწინდა და აასხეს ხელი. და გონია რომ და გაიჭრა და არ იცის ახლა რა ხდება, აი არის ასე და და ის ოჯახი გადარჩა ძვირფასი. ამ წიგნმა გადაარჩინა, მე ხო გეუნებით, მე როგორ დავიბრალო, რაც მივიტანე, ის ლექსი არის ასეთი. ორბელიანი ლუდოვიკო მე-14-თან რო ჩავიდა და რაც შეიტანა, ისევე ის გამოიტანაო, რაც მივიტანე, ის ამოვიღე. ჩემ სიტყვას არ ქონდა ფასი. აი ამ წიგნმა კაცის გული შემოსრა პირველ რიგში. მუჟიკი კაცი იყო ეს ესე რო იტყვია. რა ბოდიში და ქალი ვიცი კუხნაში იყო დაახლოებით რა ესეთი. დღეს ოჯახი ერთად არის. ისწავლეთ ღმერთის სიტყვის მიღება. წაიკითხეთ რეკომენდირებული წიგნები, მეგობრებო. ამას ვერცulis დამიჯერეთ ბევრი რამე. კარგია ChatGPT თუ Gemini თუ უბედურება, მაგრამ ღმერთის სიტყვა ბევრი შეუშვით ცხოვრებაში. სხვანაირად ვერანაირ შეფასებას ვერც გაზომავთ, ვერაფერს ვერ იზავთ. ვერც გონებას დაიცავთ სინამდვილეში, ხალხო. და ბევრი რამე კიდე არ არის ჯერ ცხადი. მე კი ცუდად კი არ წინასწარმეტყველებ. ბევრი დაცვის ხაზი რომ მორღვეულია, კიდევ წინ გველოდება მარცხის ისტორიები. ეს იცოდეთ. და ვისაც შეუძლია დროზე დაიწყოს, გაჩერდეს და დაიწყოს ამის აშენება, ხო? ჯერჯერობით მე ის 8-0 ეშმაკის სასარგებლო დაიწყებს კლებას 7-ით, 8-1, 8-2, 8-3 და როდის უნდა გაიტანო 8 გოლი, რომ 8 8 გახადო. მაგრამ ყაიმზე არ უნდა დათანხდე. 9 უნდა გახდეს შენ გრაფაში. მინიმუმ. დიდება უფალს და ბოლო პუნქტი. დაწვი ხიდები წარსულთან. ესაია 43:18. ნუ გაიხსენებთ წარსულს, გასულ დღეებზე ნუ იფიქრებ. ზოგს გონია რომ წარსული საერთოდ არ უნდა არსება. არა. არა მეგობრებო, ჩვენ ვლაპარაკობთ აქ იმ ცუდ გამოცდილებაზე, ყველანაირი მიჯაჭვულობა წარსულის ყველა ცუდ გამოცდილებასთან, რამაც დაგაზიანა და მარცხი მოგიტანა. ეს უნდა დაწვა. ამასთან უნდა გაწყვიტო კავშირი. ყველანაირ ვიმეორებ ცუდ გამოცდილებასთან მიჯაჭვულობა ამასთან. ნაწყენი ყოფილს ხარ ცხოვრებაში ერთხელ? ყველა არ ლაპარაკობს ამაზე რომ ნაწყენი. არ ლაპარაკობენ ადამიანები ხშირად. ეს არის ის წარსული, რომელზე მიჯაჭვულობაც. იმიტომ რომ ერთი რამე დაიმახსოვრეთ, ნაწყენი ცუდი კი არ არის ყოველთვის, ნაწყენი სუბიექტურია ყოველთვის. აგიხსნათ ეს სიტყვა? ნაწყენობას ობიექტურობა არ სდევს. თუ ამ წყენის ციხესიმაგრეში მოეკეცი, თუ დალაპარაკება ვერ შეძელი, იმიტომ რომ სახარება პირდაპირ რეცეპტს გვიწერს. რამე გეტკინა? აუცილებლად წადი, ჩვენ დროც კი დაუდგინეთ, ეკლესიაში გვაქვს ასეთი მეოთხე დღის პრინციპს ვეძახით. 4 დღეში გვამი ხო იხსნება? 4 დღეში ვეუნებით წადი ილაპარაკე. წადი ელაპარაკე. დახმარება ითხოვე სხვისგან თუ შენ ვერ ახერხებ. ხო, არავის არ უნდა, როცა მე თქვენგან ვისწავლე თავის დროზე აქ რაღაცა, რომ აი როცა ვიღაცა გელაპარაკება, უთხარიო ჩემი ყური სანაგვი არ არის. იცით მეგობრებო, ადამიანებს დღემდე უჭირთ. საკვანძო ლიდერები მოსულან და ქვეცნობიერში იწყებს რაღაცა წენას. მე ვეუბნები, მომისმინე. შენ უხუცესი ხარ, ვეუბნები და შენ გაქვს წენა და შენ არ მიყვები ხედვას. წარმოგიდგენია, როგორ წავა ეკლესია წინ, როგორ უთხრათ მორალური უფლება, როგორ გვექნება, სხვას უთხრათ, შენ ვერ ახერხე, იმიტომ რომ ძალიან ძნელი არის, მეგობრებო, გამოგიცდიათ? მე გამომიცდია, როცა მე დაზარალებული ვიყავი და სხვასთან მივდიოდი ბოდიშის მოსახდელად. ან რაღაცა ურთიერთობის გასარკვევად, ერთხელ, მაგრამ მეორე ნაწყენი არის ყოველთვის სუბიექტური. სუბიექტივიზმი ეს იცით რა არის, ყოველთვის ის არის დამნაში, მის სიბრალეა, მთელი ბრალდება გადადის მეორე მხარეს. ასე არ ხდება ურთიერთობების აღდგენა, ხდები? ამასთან მიჯაჭვულობა არის ძალიან ცუდი.
ამასთან დაწვი ხიდები. აი ასეთ წარსულთან, რომელსაც ტკივილების მეტი არაფერი არ მოუტანია. ფილიპელთა 3:14. ფილიპელთა 3:13. ძმებო, არ მიმაჩნია რომ უკვე მივახციე. არამედ ერთს ვაკეთებ, ვივიწყებ რაც უკან დარჩა და იმას ველტვი რაც ჩემს წინაა. ვილტვი მიზნისკენ, ღვთის უზენაესი მოწოდების ჯილდოსკენ ქრისტე იესოში. მე რომ თქვა, ვის უნდა ამ ჯილდოსკენ სვლა, ყველა ხელს აწევთ, მაგრამ ის რაც გაბრკოლებს არის სწორედ ის მიჯაჭვულობა წარსულზე. და პავლემ თქვა, ყველაფერს რაც უკან დარჩა, დავიწყებ არ ნიშნავს გონებიდან მის წაშლას. დავიწყებ ეს არის გადაწყვეტილება. ვივიწყებ, მორჩა, ვივიწყებ. დიდება იესოს. ერთი ფრაზით დავამთავრო ჩვენი ქადაგება. იცოდე, ყველაზე საშიში ადგილი ცოდვილი ქვეყნიერება კი არ არის შენთვის. ყველაზე საშიში ადგილი არის გული, რომელიც ნელ-ნელა შორდება უფალს. გული, რომელიც არ არის დაცული. გონება, რომელიც არ არის დაცული. ეს არის ყველაზე დიდი საფრთხე. არა ქვეყნიერება. პირდაპირ ვამბობ. ჩვენ ქვეყნიერებაზე ცხოვრება შეგვიძლია. პავლემ პირდაპირ თქვა, თქვენ არ გჭირდებათ ქვეყნიერებიდან წახვიდეთ. თქვენ აქ უნდა იცხოვროთ. თქვენ აქ უნდა ანათოთ. კი, ის საფრთხეებით არის სავსე, საცდურებით არის სავსე, მაგრამ ყველაზე საშიში ადგილი ჩვენი გული და გონება არის, რომელიც უფალს შორდება აი ამ დროში და აი ამ დაცვის ხაზის არსებობის, არ არსებობის შემთხვევაში. დიდება იესო ქრისტეს.